დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის კონტის ასული იყო. იშვიათი მეცნიერებითა და გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ უკვე ეკატერინეს გულმა ვერცერთი ვერ შეიყვა. წმინდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაყვებოდა. ეკატერინეს დედამ ფარულმა ქრისტიანმა ასული თავის სულიერ მამასთან მიიყვანა. ნეტარმა ბერმა ქალწულს რომ მოусმინა, უთხრა: მე ვიცნობ ჭაბუკს, რომელიც ყველაფრით აღმატებულია შენზე. მისი მშვენიერება მზეზე ბრწყინვალესია, სიბრძნე ყველა არსებულ განგებას აღემატება. სიმდიდრე მთელ სამყაროს ებრძვა, მაგრამ ოდნავადაც არ მცირდება, პირიქით მრავლდება. წარმომავლობა კი ენით გამოუთქმელია. გამომშვიდობებისას მოძღვარმა ეკატერინეს გადასცა ხატი, რომელზეც ყოვლადწმინდა მარიამი ჩვილი მაცხოვრით ხელში იყო გამოსახული. ეკატერინე მთელი ღამე მხურვალედ ლოცულობდა. ბოლოს წფელი გულით აღვლენილი მისი ვედრება შესვენილი იქნა. წმინდანის წინ საღვთო ჩვენებით წარსდგა ყოვლადწმინდა ქალწული, რომელიც თავის ღვთაებრივ ძეს თხოვდა, შეეხედა მათ წინაშე მუხლმოყრილი ქალწულისათვის, მაგრამ ყრმა პირს არ იდევდა და ამბობდა: არ შემიძლია მას შევხედო, რადგან წმინდა ნათლისღების წყალში განუბანველი და სულწმინდის ბეჭეც მოკლებულია. საშინლად დამწუხრებულმა ეკატერინემ კვლავ მოძღვარს მიმართა. ბერმა სიყვარულით მიიღო იგი, ქრისტიანულ სარწმუნოებაში დამოძღვრა, შემდეგ კი ნათლობის წესიც აღასრულა. მაშინ წმინდა ეკატერინე სიზმრისეულ ჩვენებაში კვლავ გამოიცხადა ღვთისმშობელი. ამჟამად უფალმა ბეჭედი უბოძა წმინდა ქალწულს, როცა ეკატერინეს გამოიღვიძა, ხელზე მაცხოვრის საკვირველი საჩუქარი ოქროს ბეჭედი უბწყინავდა. ამ დროს ალექსანდრიაში წარმართულ დღესასწაულზე თავად იმპერატორი მაქსიმინი ჩავიდა. მოედნებზე დაუნდობლად ყრიდნენ ცეცხლში ქრისტეს აღმსარებლებს, რომლებიც სასტიკი სატანჯველებითაც ვერ დაედრიკათ მაცხოვნებელი სარწმუნოებისაგან. მათთვის ხვედრის შემსუბუქების დაუოკებელი სურვილით აღწმულმა ეკატერინემ თვით იმპერიის მთავარ ქურუმებსა და უპირველეს ხელისუფალს უღვთო იმპერატორი მაქსიმინს ვინაობა გამოუცხადა. დაუფარავად აღიარა თავისი სარწმუნოება და ბრძნულად ამხილა წარმართთა ცდომა. ქალწულის სილამაზე მეფე მოხიბლა. მან გადაწყვიტა გადმოებდირებინა ქალწული, რითაც წარმართული ცრუ სიბრძნე განინდევნებოდა. ამისთვის იმპერატორმა იმპერიის 50 ყველაზე განსწავლულ ბრძენკაცს მოუწოდა. ეკატერინე სიტყვერპა ეგრობაში გაეწვიათ, მაგრამ ეკატერინემ დაჯაბნა ისინი და ყველანი ქრისტიანობაზე მოაქცია. მაქსიმინმა სიმდიდრისა და დიდების აღთქმით სცადა მისი ცდუნება. როცა საანსულოდ რიცხვის პასუხი მიიღო, იმპერატორმა საწამებლად დილეგში შეაგდო. მომდევნო დღეს მარტვილი კვლავ სამსჯავროზე წარადგინეს, ბორბალზე წამები დაემუქრნენ და კიდევ ერთხელ მოსთხოვეს ქრისტეს უარყოფა. უფლის რჩეულმა ისევ ახონა და აღიარა მაცხოვარი. იგი თავად მიუახლოვდა ბორბლებს, მაგრამ ანგელოზმა შემუსრა წამების იარაღები და მიმოფანტულმა ნამსხვრევებმა ბევრი წარმართი იმსხვერპლა. ეს სასწაული რომ მიხილეს დედოფალმა ავგუსტამ და მხედართა უფროსმა პორფირიმ 200 მეომართან ერთად დაუფარავად აღიარეს ქრისტეს სარწმუნოება, რისთვისაც ყველა სიკვდილით დასაჯეს. მაქსიმინი ისევ შეეცადა ქალწულის თუნებას და ამჟამად ცოლობა შესთავაზა მას, მაგრამ პასუხად უარი მიიღო. ნეტარმა ეკატერინემ მტკიცედ განაცხადა, რომ თავისი ზეციური სიძის ქრისტეს ერთგული რჩებოდა და თავად დადო თავი ჯალათის კუნძზე. უსჯულოებმა მარტვილს თავი მოჰკვეთეს. ნეტარი ეკატერინეს წმინდა ნაწილები ანგელოზებმა სინას მთაზე გადაიტანეს. მე-6 საუკუნეში ზეციური გამოცხადებით მიაკლეს უფლის სათნოყოფლის პატივს ამ თავსა და მარცხენა ხელს და პატივით გადააბრძანეს იმპერატორ იუსტინიანეს მიერ აგებულ სინას მონასტრის ტაძარში. მართლმადიდებლური ეკლესია ამ უდიდეს წმინდას 7 დეკემბერს იხსენიებს.